ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევა აქ ამამულობის ვეტერანებისთვის. თავს ბავშვების სოციალური დაცვის ერთჯერადი დახმარებები არის და ანუ ამ შემთხვევაში რაც შეეხება მოსახლეობის მაღწევებს იგივე სოციალური ჯანდაცვის საგამოყოფილი გამართული ხმის პროგრამა ძალიან დიდი ხანია მოქმედებს ამ შემოწერ რომ ეს არის რეალურად წყალში გადახდით თანხა და ჯობია ნამდვილად რომ რაღაცა ჩვეულებრივმა მოქალაქემ რომელიც არ არის ამ ბიუჯეტის შედგენის პროცესში არ იყო ჩართული და არ არის გარკვეული რა იგულისხმება იქნებოდა უკეთესი რომ უფრო დაკონკრეტებული რო იყოს ბიუჯეტი უფრო დაკონკრეტებული იყოს პროგრამა ვის მოიცავს ვის ეხება არ არის დაკონკრეტებული თუ რა კონკრეტული მიზნის მიღწევას ცდილობს მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის განხორციელებით ვინ იქნება ამ პროგრამის ბენეფიციარი რასარგებლოს მიიღებენ ისინი და იმედს ვიტოვებ რომ საკრებულო მიიღებს ამ შენიშვნებს რაც დღეს მიაწოდეს მათ განხილვაზე მყოფმა მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ ბიუჯეტს რომელიც უფრო მეტად ცხადად გვიჩვენებს ჩვენ რაში იხარჯება ეს თანხები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გათვლილი არიან მხოლოდ ერთჯერად დახმარებაზე. როცა ჩვენ აუხსნით, რომ ეს 200 ლარი ერთი ადამიანისთვის აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ 2000 ადამიანის 200 ლარი შესაძლებელია ცენტრის გახსნა და მათ შეიძლება გაცილებით მეტი სარგებელი მიიღონ ცენტრისგან ვიდრე ერთჯერადი 200 ლარია არ ამგონია ვინმე უარს იტყოდეს. თუნდაც ის რომ ეს ერთჯერადი დახმარებები არ მოსწონს ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს არის საარსებო წყარო, ეს ერთჯერადი დახმარება. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ვერ დავყნობით ნამდვილად ერთი და ორი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. ჩვენ აუცილებლად ამასთან დაკავშირებით შევხვდებით მოსახლეობასაც, იმიტომ რომ ჩვენ მომართვიანობის პროცენტი გვაქვს ძალიან მაღალი.